საღამოშვიდობისა პატივმოწმე მაყურებლობა ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართ. დღეს ჩვენი გადაცემა სტუმარი მზადდება ქუთაისის დასახლებაში ავანგარდის დასახლებაში არსებული ყოვლადწმინდა სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია კარგაცი. დაგვლოცეთ მამა ილია. ნეთვანად დაგვლოცეთ. მამა ილია, იყო დიდი დღესასწაული, იყო ნათლი ღება და ჩვენ ასე რატომღაც ვერ შევძელით პირდაპირ ეთერში გამოსვლა და მრევლთან საუბარი და ჩანაწერები გავიდა და დღეს პირველს რასაც ჩვენ შევასრულეთ ახლა სახარება განმარტოთ და შემდეგ ნათლიღებაზე ვისაუბროთ. კი ბატონო. კარგი. აი დავიწყოთ სახარების კვირის სახარების განმარტება. კვირის სახარებას ორი სახარება იყო მათესი ურთავე. და ურთავე ძალიან აი რაღაც ერთმანეთზე მიმბული არის ეს თემაც და ამიტომ მე ვეცდები რომ თითქმის ერთად განვიხილოთ ეს. ესა მათეს სახარების მეოთხე თავის 12 მოხლამდე. ეს პირველი. აი წავიკითხავს. ხოლო ეს მარა იესოს ვითარწმენ იოანე მიეცა. განეშორა და წარვიდა გალილეად. და დაუტევა ნაზარეთი. და მივიდა და დაიმკვიდრა კაპერნაუმს, საზღვარსა ზაბულონისა და ნეფთალენისათა. რაით აღესრულოს ხმულ იგი ესაია წინასამეტყველისა, რომელი იტყვის: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალენისი, გზაი ზღვისაი, წიაღი იორდანისა, გალილეა წარმართა. ერი რომელიც ზეს ბნელსა იხილო ნათელი დიდი, რომელი სხედენ სოფელსა და აჩლიდა სიკვდილისათა ნათელი აღმოუწყდა მათ. მიერიდან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად შეინანეთ რამე თუ მოახლოვო სასופველისათა. ეს არის სწორედ ძალიან გამოფრთხილებელი, არა მარტო თვითონ სახარება გვაჩვენებს, რომ როდესაც კი უკვე იოანე ნათლისმცემელი მის რჩეულ ერზე იყო მივლინებული და ამაზიდაც იყო წინასამეტყველება, რომ სწორედ მალაქი ამბობს, ახლა მოვალეო ჩემს წინასამეტყველს, რომელიც გამზადებსო, ჩემს ანგელოს, რომელიც გამზადებს გზას ჩემ წინაშეო. ამიტომაც არის, რომ იოანე ნათლისმცემლის სწორედ მისია და ამ წინამორბედის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ღვთისგან იყო ის პროცესი, რომ როდესაც მაცხოვარი მოვიდოდა დედამიწაზე, რომ მას უნდა გაიმზადებია გზა ღვთის წინაშე, მაგრამ ვინაიდან წუთის სოფელი ბოროტებასაც ედა დგას, გვაჩვენა, რომ თუ როგორ დაწყებისთანავე, ასე ვთქვათ, აი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, თუ როგორ დაუწყო წუთის მოცულა, არა მარტო იოანე ნათლისმცემელზე საუბარი, არამედ ეს გამომდინარეობდა ღვთით. იმიტომ რომ 14,000 ყრმის ამოწყვეტა დაკავშირებულია სწორედ იროდი, რომელმაც უკვე მოგვებისაგან გაიგო, რომ აჰა მესია უნდა მოვიდეს, ანუ მეფე და მან როგორც მეფე და მისი მოწინააღმდეგე თვითონ საკვარი როცა იყო და არაკანონო გზით მოვიდა, მისი არ იყო ეს დავითი შტოდან. ამიტომ არის რომ თავისი მეფობა რო წარქმნიდა, მან განიზრახა არა თაყვანიეცა, არამედ ჩვენ ვიცით ეს რომ მისულიყო და თავისი მსაკურობა განეხარცელება, მაგრამ ღვთის შთაგონებით ეს მოგვები, რომლებიც არ მივიდნენ სწორედ და განეშორენ იროდის. ამიტომ გამწარებული იროდი გვაჩვენა, რომ სწორედ აი დევნა დაიწყო ჩვენი ბავშვი 2 წლამდე ბავშვებისა და იოანე ნათლისმცემელი სწორედ გაიზარდა უდაბნოში, იმიტომ რომ წუთის სოფელი ბოროტებასაც ედგა და ამიტომ წინამორბედი უფალმა სწორედ გამოირჩია და აღზარდა არა უკვე კაცთა ხელით, არამედ როგორც გადმოცემა გვასწავლის ანგელოზთა ხელით და ანგელოზის სწავლებით და სწორედ ეს მეუდაბნო მამა იყო, რომელიც გამოვიდა და თავისი დიდი სიწმინდე, რომელიც სწორედ მოარქვია თავის ხალხს და შექმნა ის თავისი წრე, აი როგორც ანდრია მოციქული და ყველა ჯერ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ. მისი განცხადების და მისი პირველი ეწყარო, ჩვენ ვიცით ეს იყო სწორედ ვინაიდან მაინც ახალ ნათლისღებას შევეხეთ, ამას მე შევეხებით ისევეთ, რომ უფლის ცნობა როგორ მომთარიყო ნათლისღების პროცესში. ხო და იოანე ნათლისმცემელი ესა სინანულის გზა და ამიტომ ახლა მერტი რომ დამკვიდრეს შენში, ადამიანს უნდა უსწრებს ასე წუთის სოფელში რომ ღმერთი უნდა მოვიდეს და მიიღოს წუთის სოფელმა, ამიტომ წინამორბედისა უნდა ესმინათ. რამე თუ ისეო წინამორბედი, რამე თუ მას უნდა გაიმზადებია გზა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ როდესაც კი უკვე იოანე შეიპყრენ, უკვე უფალი განეშორა. ასეც არის რომ დღეს თუ ერთგვარ პარალელს გავაკეთებთ, აი ჩვენთანაც
როდესაც კი აი მამები ამბობენ რომ როდის მოვა ანტიქრისტე, როდესაც საყოველთაო განდგომა იქნება. ანუ საყოველთაო განდგომა და სინანულის ერთგვარად ჩახშობა ადამიანში, რომელმაც უნდა გაამზადოს სინამდვილე შენ, რომ უფალში გახვედროს, იწვევს ანტიქრისტეს. ხოლო აქ პირიქით, რომ შენ თუ გინდა რომ უფალი უკვე როგორც რჩეული ერი და მისი მისიაც სწორედ ეს იყო. უნდა მოხდარიყო რომ იუნათლისმებრ უნდა ისმენდეთ. იმიტომ ვინც მოისმენდა იონესი, ის ავიდათავად მიიღებდა ქრისტეს. და როგორც კი უკვე აი აქ უკვე ჩანს რომ მათმა არ მიიღენ იონი და პირიქით შეიპყრენ და აი შეიპყრენ იონი, მაგრამ მთავრებმა სამდულო დასმა არც ერთმა ხმა არ აიემხნენ. და არ უთხრა მეფეს რას ჩადიხარ. და ამიტომ სერია როგორც ესაიამს რომ აი განშორდა უკვე უფალი და წავიდა წარმართებში. და ამიტომ იმ ქვეყანაში წავიდა, სადაც ნათელი ერყვა. და წინასამეტყველოც არის რომ არა მარტო ესაი, არამედ ძალიან ბევრი წინასამეტყველოში რომ ჩვენ ვიცით რომ ჭეშმარიტი ერი თელი დედამიწაზე მხოლოდ იუდეველები იყვნენ, ებრაელები. და ამიტომ თავიანთი ერთგვარი ეს მაგალითის მომცემი როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ ჩვენ ვართ ველური ყლორტი ტოტები რომლებიც დამყნილი ვართ ამ ბუნებრივ ენერგიზე და ამიტომ თუ ბუნებრივი ენერგია არ დაინდო უფალმა შენ რაღა დაგემართებაო. ამიტომ ეს მოციქული ანუ ეს წერილი ჩვენ ვაფრთხილებს იმას რომ თუ კი უფალმა განეშორა მის შეულიერს და წავიდა წარმართებში. ამიტომ ნიშნავს იმას რომ შენც უნდა დამდაბლდე ადამიანი რათა უკვე არ ეწიო იმ გზას და იმ პროცესს, რაც უკვე დაიმართა ძველი აღთქმის ხალხს, რომელმაც არ მიიღენ იუნათლისმებრ და თავისთავად უფლის მადმოსილება განშორდა და მივიდნენ სად? ჯვარცმამდე. ანუ ერზე ერთგვარი საჭირი დაეშვა. და ძალიან კარგად მოიმბის ერთგვარად აი მეორე სახარება ესაა 14:21-22 მე ვეცები ამას ავიკითხავ. აქ არის 21-დან და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილსა ტვიროსა და სიდონისათა. და ეს ერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათა გამოვიდა. ღაღადებდა და იტყოდა შემიწყალ მე უფალო, ძეო დავითისო. რამე თუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესო მარამ მიუგო მას სიტყვაი და მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქვა მას განუტევე ესე. რომელი ღაღადებს და შეგიდგა შენ. რქვა მას იესომ. არა ვიდრე მოვლენილ ვარ გარნაცხოვართა მათა წარწმუნდა სახლისა ისრაელისათა. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანი სემდა მას და ეტყოდა უფალო შემიწყალი მე. ხოლო თავადმა მიუგო და რქვა მას არა კეთილარს მოღება პური შველთა და დაგება ძახთა. ხოლო მარქვა მას უფალო რამე თუ ძაღლისა ჭამე ნაბიჯებისგან რომელი გარდა მოვიცვიდეს ტაბლისა უფალთა მათასა. მაშინ მიუგო იესომ და რქვა მას ჰოი დედაკაცო დიდარ სარწმუნება ეგე შენი. გეყავ შენ ვითარცა გნებავს და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. და აი სწორედ ეს ძალიან კარგად გადმოდის თუნდაც ეს სახარების რომ უფალი ხო წავიდა უკვე და ეს დედაკაცი წარმართი იყო. ებრაელი, ესე იგი ბერძენი და იოანე ოქროპირი როდესაც განმარტავს ამ ადგილს, ამბობს რომ იმას კი არ ეუნება რომ ჩემი შვილი შეიწყო, მე შემიწყო, რომ დედა ვარ და ვიტანჯებიო. აი დედა რო ხედავს რომ თავი შვილი რა თქმა უნდა. დიახ, როგორ მაგრამ წარმოიდგინე ასეთი რამე რომ რჩეულმა ერმა ვერ შეიცვლენ უფალში ის მადმოსილება და არ მივიდნენ როგორც ეს დედაკაცი და თვითონ უფალი პირიქით იქ ხდებოდა რომ თავის შელვერთან დადიოდა უფალი. მამაილე აქ რამე დაგვაღვნიშნო თუ გინ დღეს ეკლესიაშიც გარკვეულად აქ თქვენ მოძღვარებს ზანძები და მეც და გამოცდილება გაქვთ და აი ხანდახან ადამიანს ეტყვი შესულიერშიც ეტყვი რომ მოდი შეიკავე თავის ზიარებიდან არ აზიარებ ხო გული მოდით გაიბუტებიან არაფერს სხვა სარეულები და აი როგორი სიტყვებია ახლა მოდი რომ კი მივალთ იქ ძალიან არა აქ შეხედე რომ არ ეგებისო ძაღლს დაუდო იგიო და ეს დედაკაცი გაიქცეოდა შეურაცხყოფით და მაგი ვისაკადრეო მაგრამ ხო აქა სიბნე ამ დედაკაცს და რატომ მოწონს მე უფალს აი დღევანდელ ქრისტიანებს ეს რამდენად გვაკლია ჩვენ ესე იგი უფალი რომელიც თვითონ დადიოდა
თავის რათა განეკურნა და ეუბნება მე მოსული ვარ სწორედ იმის რომ რათა განკურნო და ან მეორე ადგილზე რომ გამოგისრა მონობისაგან და ჩვენ არავის მონა არა ვართ. ანუ რა ხდება თუ მონა არა ხარ რატომ ვერ იკვინო საცალსაფრე ველს? ამიტომ მინდა მოხდეს მაგ დამკვიდრება. ანუ წერილი არის შენ. იმიტომ რომ თუ დავით მეფსალმუნე თუ თელი წერილი ამბობს რომ ჩემი სული ჩავოფნელეც და უფალი აღმომიყვანს, მოვა და აღმომიყვანს მე. თუ გითელი წერილი სწორედ იმას ეფუძნება რომ უფლის მოსვლა თუ როგორ უნდა მოხდეს, მისი აი ესაიამოს ისე და როგორ შობის სახით, შვილის სახით როგორ და ვინ იქნებოდა დავითი შტოდან და ვინ იქნებოდა მამა მერიმსამის საუკუნესასა. და ანუ მისია სწორედ მესის რა არის? თავის ერი რო გამოიხსნა წუთი სოფლისა და თან განეკურნა ისინი. არა მარტო ხორცელ მკურნალობაზეა საუბარი, არამედ აქა სულიერ მკურნალობაზე. და აქ უკვე უფალი ამ დედაკაცის, იმიტომ რომ იოანე ოქროპირიანოს რატოც დიდაო დედაკაცო? იმიტომ რომ დედაკაცის შინაგანი იცოდა უფალმა. მიუხედავად იმისა წარმართი იყო, მაგრამ ის იყო დედა. ძალიან მოსიყვარულო თავის შვილის და თავის სიგლახაკე სულიერი ჩანს სწორედ უფალთან საუბარში. რომ იქ მისი შვილი კი არ იტანჯებოდა. აი ეს რომ ეშმაკისეულდა ის ვერ გზნობდა შინაგან ტანჯვას იოანე ოქროპირიანოს. და ამიტომ როგორ თვითონ დედა იტანჯებოდა ამის ხედავთ. და ამიტომ მეუბნე უფალო შემიწყნოდა ჩემი შეწყნარებაო, არისო შვილის განკურნებაო. და უფალი ასე უნება და გამოყავს მის ჩეულერს, რომ ვინმე საბაბი არ ქონოდა, თუნდაც რომ აი ეს მივიდა წარმართებში, არა, თქვენ მაიძულეთ რომ წავსულიყავი წარმართებში, იმიტომ რომ თქვენ არ მიიღეთ იოანე. დამღებულოთ მეც. თქვენ ჩემი მოკლა განიზრახეთ, რა თქვენდაო შენი მოკლაო? თქვენო ჩემი მოკლა განიზრახეთო და მე როგორ დავამტკიცენ? აგერ ჯვარცმის დროს ასეულოთ. ავაზაკი აირჩიენ კაცის მკვლელი ბარაბა და მაცხოვრზე თვითონ ხალხი აიძუნენ იმ სასულო დასმა და გახვიროდნენ ბარაბა მოგვეციო და გვირჩევნიო რომ ქრისტე ჯვარზე გააკვეთო. თან იმასაც ხომ მეუბნება სხვა ადგილზე რომ თქვენი ძახით მართლები ვართო, მაგრამ მე თქვენში მართალს ვერ ხედავთო, თქვენ გევხართო იმ საფლავებსო, გარდანო ლამაზებაში. შეგოზილ საფლავებსო. და სინამდვილე როგორი სიტყვებია. სავსე ართო წვლეთი. მე ამათვის მოვედიო. ხო და ამიტომ ძალიან კარგად ჩანხავს რომ ესო იმხელა დიდი არის იოანე ოქროპირმა ისე შეწუხდნენ ამ დედაკაცის ამას რომ თვითონ მოციქულები შეეცოდათ ეს წარმართი დედაკაცი და უფალო განუტევე. ესე იგი მოციქულებიც კი ვერ კარდნიერდებოდნენ იმდენად იმხელა დიდი მხურვალება ქონდა და შეგრძნება უფლისა, მაგრამ ეს დედაკაცი უფალს არ ეშობა, იმიტომ რომ იცისოს კურნების წყარო აქ არის მასთან. და მე უფალი ამდავლებს ამ დედაკაცს და თავის ერთს წევს წინ და იუნება მე მოვედი ვისთანო ჩემ შულებთან მოვედი არა კეთილარს მოღება პური შულთა დაგება ძახთაო და ძახთა როგორც წვალებლო როგორც არასწორ რელიგიის მიმართებაში. ხო და ეს ახლა თქვენთვის არ იყოს ვინმე უჯულოს არა მართლმადიდებს რო უთხრა კერა თვითონ მორწმუნეს რომ მოძღვარი ხანდახან რაღაც შესწორებას ეთქვე და ზუსტად ვერ აზიარებ, იმიტომ რომ არ გაძლევს საშუალებას, პრეტენზიაზე პრეტენზია მოდის. ხო და ისე არის, რომ თვითონ მოძღვართან და ეკლესიასთან ურთიერთობა უნდათ თავის ჭკუით. ანუ მოძღვრის მოძღვრები უნდა გახდნენ თვითონ ეს ზედმეტი ცოდნა უკვე, როგორც ეს დაბიო კაცი რომ გადიდგაცდება. აი მე ეწებათ რაღაცას, აი რასაც ვერ იტევს, მე ეწებათ ეს შინაგანი ბრძოლები. უნდა ზიარება და უნდა მაზიარო. აი ახლა კიდე უნდა მაზიარო. ჩვენ მაგიზაროა დადგენილი, რომ მე ვაზიარო ადამიანი. მე მივიყვანო ეკლესიას. თვითონ უკვე იღებენ ამას. და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ნახე უფალმა აი არაკეთილ მოღება და არა მარტო პიროვნება შეეხო, მის ჯულს შეეხო. ძაღლი რო უწოდა, ანუ თქვენ სარწმუნება, მის სარწმუნება შეეხო, მაგრამ რასეუნება დედაკაცი. ხოლო მარქვა ჰე უფალო რამე თუ ძაღლინს ხო ჭამენო სუფრიდან შენი შულე კიო შენი შულები არის მე გეთახმები უფალო მაგრამ ძაღლსაც ხო იმის უფლება აქვს რომ მისი შულებიდან გადმოვარდნი პატარა ნამცეცები შეჭამოსო და ასე ძაღლათო მიმიღე ოღონო მომეცი შენი მცირედი მადლიო რომელიც საკმარისია ჩემი შვილი რომ განიკურნოსო და მე დამშვიდდეო და ამიტომ ასე უნება ხო რამხელა დიდი არის სწორედ უფალი ეუბნება დიდარ სარწმუნება შენი აი სხვა ადგილას ისევ აი როდესაც ეს იმიდო წამოწია თქვენ იუდეველებშიც კი არ კი ბატონო ეს არის რომ აი ჩვენც რომ თავი მოგვაქვს ხშირად მართლმადიდებლობა ეს კი არ რაღაცა მარტო იერარქიული დისციპლინა და რაღაც არამედ მართლმადიდებლობა შენ თამდავლობ რამდენ შეურაცხყოფ კი ბატონო აი ყველა დიდი მამა ცხოვრება რო ნახო
რომელი ერთი უნდა თქვა თუნდაც ჩვენი 13 ასრულ მამი დავით გარის ცხოვრება უნდა ხო თუნდა აი მაკარდიდის ცხოვრება უნდა ხო თუნდა რა ვიცი აი ანტონ დიდის სერაფიმ საროველის მივიდი იმაში უდაბნოში დაუწყენ 1000 რაღაცები ხო თუცი სოფელში ეს არ გამო იმიტომ რომ მისი მოკავშირეები ბოროტს ყავს და როდის ადამიანში აი ეს იქნება სასურველი თუნდაც ერის ადამიანი უკვე ის უარდება აი ეცლება თხელიდან და ღვთის დიდებაში მიდის ბოროტი იყენებს მე ასეთ ადამიანს და ზრავს რომ შეურაცხყოფა და უფალიც უშვებს აი როგორც ანტონ დიდი ასე უფალო სად იყავიო შენო როდესაც მე ბოროტს ულებ შენ გვერდში ვიყავი ანტონო მაგრამ მეო აი უფალმა მიუშვა იმიტომ რომ ბაჯაღლო ოქრო თვითფრინავადი არ არის მას თობის შედეგად მიიღა ასე არის ფოლადი თვით და ასეა წმინდანიც რომ არ ყოფილიყო ეს 1000 აი ბოროტება აი განსაცდელება მე მეკითხე რატო არის რომ უფალი ამას არ უნდა იყავთ ბილი ნიგი და ქვე ხურვალენიო ამდაც ცივიო ხურვალ ნეტფილი ადამიანი არ უყურს იმიტომ ნეტფილი ადამიანი არაფერში სარგებელი არაა იმიტომ რაც უფრო ცივია და აი მიუვალი ადამიანი ის მეორე მხარეზე იმას ამითინ ეს დიდი წმინდანები თუ რო იყო დეოკლეტიანი მაქსიმიანი 1000 რაღაცა ხო მტარვალი იყო აი როგორც აი წმინდა ნინოს დები აი დღეს ხო რომ ტრატი მეფე სანამსარდობაში მოვიდოდა მისი მხურვალე ადგა და ეს მისი მეგობრები 52 და აწამა ხო და ესე იგი ამ პროცესმა მეორე დადებით შექმნა რომ წმინდანები წამოწია წინ ხო და ნელთვილი არაფერში არ ვარგა არაფერ სარგებელი არ აქვს და მეორე ყველაზე დიდი რაც სწორედ ეს სახარება გვაუწყებს ეს არის ადამიანმა რომ უნდა შეიმეცნო შენ სათხარ და რა მდებარეო იმიტომ რომ შენ თუ მიხვდები და შეიმეცნებ ადამიანს შენი მოძღვარი თუ რამხელა იერარქიაში რამხელა სიწმინდეში განა ჩვენ ძლebათ ხო და ჩვენ ერის ადამიანები ხო ვიყავთ ჩვენ ხო ჩვენი მოძღვები ყავდა განა ჩვენ თავში რამდენჯერ ხედავთ რომ უტაქტოთ მოსულათ შეიძლება ჩვენი სულიერ შვილების მიმართ მაგრამ ასე შეიძლება ყოფილიყო დეტალში ჩვენი მოძღვარი მაგრამ როგორც მოძღვრის მიმართ შეხოქა ძალულება და რიდი უნდა კონდეს რა იცი რომ უფალი არ ცდის ამ დროს პირიქით აქ ხო ხედა უფალი უშვებს ამას წერია რაც სპეციალურად არ დაუშვა იმან ისე გითხრა შენ და აბა რას როგორ მოიქცევი აი მაგალითად მოსე შავის ცხოვრებაში ასეთი რომ როდესაც დიდი მამები შეიკრიბნენ ხო დიდი მამები შეიკრიბნენ და ნუ წავიდნენ მოსეს მოდი გამოცადოთო და ერთს დააძახებენ მოსეშავს და რომ მივიდა ზანგი იყო ხო და რო შევიდა აქ რა გინდა ერთმა უთხრა არ უნდა მიხვდეო შენ თანანაირი აი რასიზმს მე შავკანიანიო აქ რო შემოდიხარ ჩვენ თეთრკანიანებშიო და მოსეშავმა ხო ის კი არ დაუწყო თქვენ ხართ მამები რა შუაში აქ არა მოსეშავმა უთხრა შემიდეთ მამებო მართლა რომ გავკადნიერდე და თქვენ წინაშე რომ ასე გავფედე შემოსვლავდა მოდი მოსი მართლა დიდი ყოფილიყავ და სულ ჩაიყო და მოეფერა ესე რა ხდება ზოგჯერ ნებით ხდება თუნდაც ჩვენსგანაც ეს პროცესი და ზოგადად უნებრივად იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ თვითონაც გვაჩვენებს ამას რომ შენ შეიძლება რაღაც უტაქტობა გამოგივიდეს მაგრამ რო შეხედავ შენი სულიერ შვილი ამ უტაქტობას და თამდელოდ მოგეპყრობა შენ უფრო ორმაგან მშობლ მაცხატა მის მარდა სინანულიცა გაქვს კი ბატონო მე მაგაც გქონებ მშობლი მადლი მაგია იმისითვისაც კარგია და შენ თვითონ მოსავლით ესე იგი შენთვის მოსავლეობა ხდება იმ ადამიანს ასეც ხო შეიძლება რომ ხდებოდეს რომ ადამიანი გამოიცდება რით განსაცდელით ფაქტით შედეგით ხო აი ქუჩაში რომ მიდის და შეხვდა დაუშვა უფალმა უფალ ხომოს ერთი ღერით მარჩ ამოგვარდება ჩემ გარეშე ქუჩაში კაცი არ შეხვდება ესე ჩემინება თუ არ არის აი შეხვდა ვიღაცა და გითხრა ესეთი სიტყვა გული გადგინა მაკარი ცხოვრებაში ხო იყო ასეთი ყოველ აი სადაც მიდიოდა მაკარი უფალსებად უფალო შევდივარ ამ წმინდა ქალაქსო და რამე ჩემთვის სულიერ სარგებელი მომეციო და რომ მიდიოდა მარკადგენდი უცბა დედაკაცი მეძავი დედაკაცი შემოხთავა და ეხლა მეძავი დედაკაცი როგორ იცნობოდა თავში და თავის ჩაცმულობით ხო თავში შველი იყო და ამით ეხდებოდნენ და ამ დედაკაცს როდესაც შეხვდება რაზე მომჩერები ხარო შენ დედაკაცო მეო მაგარ დიდი ეუნება მეო იმიტომ მოგჩერებიო რომ შენსგან შევიქენიო და შენ მე რას მომჩერები ხარ მაგარ დიდი ეუნება შენ ხო მიწიდან შეიქმნა დახედა მიწას დახედეო და დიდარს უფალო შენი ძალი და მადლიო რამე თუ ყველა ადამიანს ბაგებიდან შეიძლება ჭკუა გასავლოს. შედარგო მან გამო. ესე იგი რა ხდება რომ მაგარ დიდიც
ხო ხედა უფალმა გააღები იმ დედაკაცს ბაგები და მაგარ დიდმა რომელმაც ითხოვა უფალმა რამე სიბძნე მომეცი მისგან მიიღო და მაგარ დიდმა მასში ურაცხყოფა კი არ უთხრა და შენ როგორ გაპირიქით ღმერთი ადიდა და მადლობა უთხრა მამელია ადამიანი რო შეხვდება რასაც ვაბობდი და რაღაცას ცუდად გეტყვის ამ მოგექცევა პირველ რიგში უნდა აიხედა სევით გადაისახო ბიჭერ და თქვა უფალო შენ ხო ხედავ ახლა ამას და ახლა პირველ რიგში მე ვიცდები ჩემი შინაგანი აბა რას გავაკეთებ ხო და ადამიანი როცა სიმდაბლით გაჩერდებოდა სიყვარულით მიუგებს ეს უკვე აქ სულიერებაზეა ლაპარაკი ხო აი როგორც ჩვენ უწმინდეს ბრძანებს და უწმინდეს ბრძანებას ნამდვილადაც ეს წმინდა წერილიდან გამომდინარე რომ ადამიანი რაც უფრო მაღლდება სინამდვილეში აი სულიერ გაგებით ის უფრო მეტად თამდაბალი ხდება ასე იყო რომ აი მაგალითად ძალიან ბევრი წმინდა ცხოვრებაში და ერთია ძალიან კარგი მაგალითი რომ რაც უფრო მაღდება ადამიანს მაშინ შედის სიყვარულის აი რაღაც დიდი ნიჭი და ადამიანი უყვარს და მივიდნენ ერთხელ მრევლი და ერთ-ერთი მოძღვარში იმიტომ რომ ბევრნი ხედავენ ფიზიკური ხედვით პირდაპირ ასე ხო და საჩივარი დაუწერენ ამ მოძღვარზე და ასე ადგა და მამამ შეეკითხა ამას ამან თავისი გლახება და ადგა და კარგი შოუნდა ისევეთ მე მრევლი მივიდა და ეს რა ხდებაო ჩვენ წერილსგან და ეს რა უგუნურება არისო შენო პასუხს არ თხოვ ამ ადამიანსო და ამან უთხრა რა ვქნა დედაკაცო ამ უგუნურების გულისთვისო 40 წელიწადი უდაბნოში ვიყავიო ესე რა ესა სიყვარულის წვერვალი როგორც აცა უნდა დამნაშავე იყოს შვილი და დედას გაულანძღავ და მას შინაგანად ეს თავიდათავად გულით გასცემ შობელს ხო სულ ერთია კიდე ასეა როცა ადამიანი ამ სიყვარულის წვერვალს მიაღწევს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს ხორცელი მშობელი საერთოდ არ ყოფილა და ეს მოძღვარია ბერია ხო და ამ წვერვალს მიაღწია ადამიანმა მისთვის ადამიანში მას კი არ ეძებს დაცულ მხარეებს და რო პირიქით და დამწვარ ან წიხლი დააჭიროს აქციურს არამედ გამოსავალს ეძებს და თუ ადამიანში ხელჩასაკიდელი ნახა მაგალითად და სინანული ხო ის ყოველთვის ცდილობს რომ უკვე ადამიანი სწორგზაზე დააყენოს და ეს მიიღწევა მხოლოდ აი ნეტარების მუხლებით რა არის სიგლახაკე შენ თავისა აი მე მქონდა ერთხელ ასეთი რამე მაგალითად რომ აი ჩვენ რაც გვაკლია ხშირად მრევლს ერთ-ერთი ადვენტისტი მომიყვანენ მახსოვს ერთ-ერთ ტაძარში ვიყავი ახლა არ მინდა ჩვენთან აქ ქუთაისში და ეს ამდენ წლების უკან ხდებოდა და ისე მოხდა რომ ამ ბიჭთან ახალგაზრდა ბიჭი იყო რომ საუბარი რო წარიმართა უკვე კითხვა პასუხი გაუჩნდა ანუ რა ხდება ეს ადამიანი რატომღაც ჩვენსკენ მოდიოდა და ამ დროს გამოხდა აი მრევლი დედის წოლა ქალები და ამბავს და უწყელ ლანძღვეგინება თქვი ასეთებო თქვი ისეთებო და ეს უკვე ადამიანი რომელსაც კითხვა პასუხი გაუჩნდა რომელიც უკვე მე ვხედავ და ინტერესი გაუჩნდა და უფრო მოდიოდა ჩვენ მართლმადიდებლისგან ამგერმა ეშმაკის ხარე დაიწერა და არა ღვთისხარე ვინ ამ მართ ვითომ ეგრეთ წოდებულ თავისთავად რომ მართლმადიდებლად გამოჩნდა ამ ლანძღვეგინება დაიწყნა და ეს ბიჭი გაეს ადგა და გამიქცინდა მე მეუბრუნდა რა გააკეთეთ მეთქი თქვენ რა არის ეს კაცო ასე არის რომ ჯერ მოძღვარი ელაპარაკები რატო ერები ხო დიახ აი ზოგჯერ არის ხშირად თუ ადამიანი და დაუშვათ პირველ შემოსული და არის იმადა თუნდაც არ არის ესე იმას კი არ უნდა მიახტე და შენ უპირატესი ჯერ უნდა იცოდე ვინცა ტაძარში უპირატესი აქედან მოძღვარი ხარ ხო შეიძლება შენ რო დადის ეკლესიაში მოძღვარი ხარ და მიუთითო და რამოდენ შენმე თუნდაც ეს უკვე სულ სხვა მაგრამ შენ რო ახლა შემოვიდა ადამიანი ავადმყოფი რო ავადმყოფოში მიიყვანო და იქიმა ასეთი ავადმყოფი როგორ ხარ და მიიღო ხო უგუნურება კაცო ან წერა-კითხვა რო არის ბავშვმა სკოლაში და მასალ მოუთხა შენ წერა-კითხვა არ გინდა რა გინდა აქ და გაუშვას გარეთ იმიტომ უნდა მოვიდეს რომ მან ის უნდა ასწავლო უნდა გაამკურნო ადამიანი მაგალითად თუ ქრისტიანი ხარ და ხედავ ახალი კრავი შემოდენა უფალმა ხო ეს უნდა გაგიხარდეს რომ გამწყებ ადამიანი შეიძლება მოძღვარმა ეს უკვე ჩვენი საკითხია და მამაშვილური ურთიერთობა ხო შეუმსუბუქო შენ შეუმსუბუქო და ჯერ თუნდაც ის აი რომელიც ყოვლად მიუღებელია მისი ჩაცმა დახურვა დაუშვათ ხო ამ ეტაპზე არ მიახდე და არ დაუწყო მასე ანუ მიცე მაგალითად წმინდა წერილის განმარტება რომ ეს შინაგანში უნდა აღიძრას ადამიანში იმიტომ რომ ხო ეს არა რაღაც ციხე ეს არა რაღაც ისეთი რაღაცა რომ ორგანიზაცია რომ შენ ვიღაც პიროვნების უნდა ეშინოდეს და ჩვენ რაღაც ჯალათები გამოვიდეთ ამიტომ აქ უნდა იყოს უცად მამაშვილური სული და ამიტომ არის რომ ადამიანში რომელშიდაც არის სიბრძნე აი უფალმა ხო ხედავ ყოველთვის წევს
რატო გამოწია აი როგორც ეს დედაკაცი ხო? რატო გამოწია უფალმა და გვაჩვენა თელ კაცობრიობას იობი მაგალითად. იობი, იმიტომ რომ იობი შინაგანი იცოდა უფალმა და ის შეხედავდა, ესე იგი გვაჩვენა რომ დაიტევდა და ყველა დიდ განსაცდელში მყოფ ადამიანს უკვე იმის შემდეგ უკვე არ მიცემს. აგერა ყოს იობი მაგალითად, მაგრამ რატო მოხდა რომ გაბრიელ ქიქოძის ცხოვრება მაგალითად ჩვენს? რატომ არის დღესაც მაგალითად ადამიანთა ისეთი ნაკადები რომ აი რაღაც სტიქი 1000 რაღაცები, მაგრამ ინახავს მეთი იმ ადამიანებს, რატო? რომ ხედავს რომ იმ ადამიანს შეუძლია გაუძლოს და ეს ადამიანის ეს დიდი ჯვარი ჩვენთვის შესამსუბუქებელი უნდა გახდეს შემდეგ აი რაღაც გასაჭირის დროს. აი მე მაგალითად მქონდა რომ როდესაც სწორედ აი ესე დედასთან მივედი მაგალითად რომელსაც თავის თავზე რო ვიტყვი კალო დატრიალდა მთლიანად ხო რაღაც იობს დავესესხე გაბრიელ ქიქოძეს დავესესხე აი ერთ-ერთი დედაუღა იმას დავესესხე რომელსაც თქვა არის შვილი ყველაფერი და თათვე თვითონ მონასტერს დავიდა ხო დაკარგა და ყველაფერი დროებით განშორდა ასე ვთქვა და ხო და ამიტომ ესაა სწორი მაგალითი ეს არის სწორედ უფალმა რატო დაუშვა ეს გამოსცა რატო ჩანს აქ რა მაგალითად რომ რაღაც რო შეხედოს ადამიანი ის უტაქტოობა რომელიც ღმერთში არ დევს მაგრამ ღმერთის უტაქტოება კი არა ღმერთი უფრო მეტად გვაჩვენებს ჩვენ რომ ასეთი პროცესი მოძღვრის ხელითაც შეიძლება მოხდეს სულიშვილის რა უთხარი და რა პასუხი გამს. ამიტომ რომ აქ ეს დედაკაცი რატო ჩაითვალა ბრძნად? იმიტომ რომ უფლის მიმართებაში სწორ ესე გაანალიზება ქონდა მას თავის ხაზს სწორად ხედავდა. კი არ გაიქცა. პირიქით. დარჩა. პირიქით შეუნდა იცოდო კურნება როცა აი როგორ უფალი როდესაც მოიქცეოდა და დაიწყებდა უკვე ზექადაგებას რომ ვინც არ ჭამს ხორცსაც ჩემ არსვამს ის ჩემთან წილი არ აქვსო და ისეთი დიდი იყო ეს რომ ბევრი მოწაფეები გასულიერ ხადაგება რომ დაიწყო თავის მოწაფეები ვეღარ უჩერდებოდნენ და განეშორეს და მე პეტრე მივიდა და უთხრა უფალო ხურვალა არ სიტყვა ესე შენიო და შენს ვარ გინდა პეტრე წადიო ჩემსგანო საწავიდო უფალო სიცოცხლის წყარო შენთან არისო ესე რა ხდება რომ თავარი შეუნდა დაინახო რომ ეკლესიაში არის სიცოცხლის წყარო და ამიტომ არის რომ თუნდაც ის უხეშე ინს დაუშვა ჩვენი რაღაც შენ როგორც ეს დედაკაცი აი ეს უნდა მიიღო რომ ეს შენი სულიერი მკურნალობაა ის არა მარტო შენ დაუშვათ ხორციელშვილია საუბარი იმიტომ რომ შენ განა არ გესაჭიროება ერთხელ მე მახსოვს ერთი წმინდა მამათა განმარტება წავიკითხო რომ ჩვენო დავდგებით ოთახშირად ვევედრებით უფალს რომ უფალო გეხვერწები ამ პარტავნიო და დამანდაბლეო და ხშირად მე უფალი გააძლევსო შენ წამალსო მაგრამ ამ წამალს არ ღებულობდა რა არის დამცირება ეს წამალი და ეხლა რა ხდება უფალი უშვებს ისევე დამცირება შენიანებისგან იმიტომ რომ შენ აპატიოს უმეტა უგნური ხარ შენ არ გესმის მაგდენი და ამიტომ იმ სიყვარულს იყენებს რომელიც იმ შენიანების მიმართებაში გაქვს მაგრამ აქაც თუ დაეცი მაშინ სხვაგან წუთისობაში გახვიდო ვიღაცგან და აი მაგ თემას შევეხეთ თქვენ ახლა კარგად ბრძანეთ და მინდა ეს თემა გავაგრძელო რომ აი ადამიანს ბერძე საუბრობდით რომ მამაშვილის სიყვარული არ იცოდაო მაგრამ დიდი სიყვარული შეეძინაო აი ეს ღვთაებრივი სიყვარულზე აქ საუბარი მამაილია და უფალი მინდა გვეუბნება სახარებაში ვისაც უყვარს დედა ვისაც უყვარს მამა ვისაც უყვარს შვილი ჩემზე მეტად იგარ ჩემღის მასე ისინიც რომ გაასესხებენო ისეც აკეთებენ სიკეთესო წარმართებზე რო ამბობს მაგრამ მე გეტყვით თქვენ რით უნდა განსხვავდებოდეთ გიყვარდეთ მტერი თქვენ აი ამას დღევანდელი ქრისტიანები მამაილია ამას ვერ ხვდებიან და აი რა მინდა რომ თქვა და ხაზი გაუსვა რომ რა არის იცით იმის მაგივრად რომ გვერდში დაუდგენ ადამიანს პირიქით განკითხვებში არის სულ მოძღვარსაც განიკითხავენ ეკლესიასაც თვითონ ეკლესიის მრევლ ერთი რამე შეგეშალა არ მოეწონა და ყველაფერი განკითხვაც ყველაფერი წყალში ხდება და მე აი გეკითხებ სად არის მაშინ ის ღვთაებრივი სიყვარული მამო აი ესეთი რამეც არის რომ ჩვენ მამაილე ბუდიში რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელებთ ეს საუბარი მოღვაწე, ქველმოქმედი და ბიზნესმენი ისმეთ აჯარი ვაჭარაძე. შემოქმედება და დღემდე უცნობი დეტალები. 28 იანვარს 19 საათზე. Ток-შოუში თემა: საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ ისაუბრებენ. მერაბ კვიცარიძე, ქუთაისის ნაზარიშვილის კლინიკის დირექტორი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი.
ვახტანგ გოგრაჭაძე, შუახევის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, მერიდია სამიძე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, საპატიო ქედელი, თამარ ხოზრევანიძე, ფილოლოგი, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, კობა ბუაძე, სამართლის დოქტორი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე. ყოველ სამშაბათს 19 საათზე პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად. მაწუხებდა წელის დისკის თიაქარი, მქონდა სიარულის გართულება, მქონდა დაბუჟება. მეგობრისით შევიწყო, რომ არსებობდა სამედიცინო კლინიკა პეკინის. 2 კურსის შემდეგ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიწვია. მადლობა ამისათვის ჩინელ ექიმებს და სავსებით განიკურნა ჩემი დაავადება. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ექიმ ლინკს. თბილისის ჩინური მედიცინის კლინიკა პეკინი იყენებს აკუპუნქტურას, მასაჟს, ცეცხლით თერაპიას, ვაკუუმ თერაპიას, მოქსოთერაპიას და ჩინურ მცენარეულ ბალახეულ წამლებს სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. პეკინის კლინიკის ექიმმა იანგმა დამინიშნა ტრადიციული მკურნალობა მედიკამენტებით 3 კურსი, რაც ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. და სრულიად გაქრა ფსორიაზი. დიდი მადლობა ექიმია. პეკინის კლინიკა მკურნალობს სხვადასხვა დაავადებებს: რევმატიზმი, ვარიკოზული ვენების გაგანიერება, ხერხემლის მალთაშუა და წელის დისკის თიაქარი. 6 წელიწადია მაწუხებს საშვილოსნოს ყელის სპონდილოზი. დამეწყო თავის ტკივილები, მუხლის ტკივილები, ხელები მიბუჟდებოდა. მოვედი ჩინური მედიცინის კლინიკა პეკინი. ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩავიტარე აკუპუნქტურა, ჩავიტარე მკურნალობის 2 კურსი, შედარებით უკეთესად ვგრძნობ თავს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩინელ ექიმ იანგს. ინსულტი, დამბლა, ხელების და ფეხების ტკივილი, დაბუჟება, ბრონქიტი, ასთმა, ნევროლოგია, კუჭნაწლავის დაავადება, პროსტატი, მამრობითი დისფუნქცია, ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა, არარეგულარული მენსტრუაცია, თავბრუსხვევა, ხშირი უძილობა, კანის დაავადებები, ფსორიაზი, ვიტილიგო. მაწუხებდა პროსტატიტი. აგრეთვე წელის ტკივილებიც ჰქონდა და შეკრულობაც. გავიკეთე აკუპუნქტურა. 1 კურსის დამთავრების მერე ყველა სიმპტომი გაქრა. ისევ მოვედი ამ კლინიკაში, რათა დიდი მადლობა უთხრა ჩემ ექიმს. დიდი ხანია გაშეშებული მქონდა მხრები, მაწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა. ჩავიტარე აკუპუნქტურა და მივიღე ჩინური მედიცინის ტაბლეტები. შედეგი ძალიან კმაყოფილი ვარ. მკურნალობის დაწყებიდან 2-დან 3 კურსის შემდეგ მიიღწევა ძალიან კარგი შედეგი. სხვადასხვა სიმპტომები ქრება და მკურნალობის შემდეგ რეციდივი არ ვლინდება. მომაილია, გრძელდება ჩვენი გადაცემა და ასეთი კითხვა დავსვით, რომ აი რისთვის მოგვიწოდა უფალმა, რატო ამბობს ამ სიტყვებს, რომ წარმატებსაც უყარს ერთმანეთიო, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ მათზე ამაღლდეთ, ამაღლებულიყოთ და მე მოგიწოდებთ რომ გიყვარდეთ მტერი თქვენი. აი რას ნიშნავს ეს და დღევანდელ ქრისტიანობას ეხება ეს სხვათა შორის და რომ ვისაც უნდა მოსმენა მოგვისმინოს და რომ განმარტოთ მამაო, რომ აი რისკენ მოგვიწოდა უფალმა. ერთი თავარი რა არის ახლა მაინც წინაემდა გამოს ასაც საუბრობდით. ერთხელ მომიწია ერთ-ერთ პიროვნებასთან საუბარი, რომელიც მოძღვარი იყო, მაგრამ ის მოძღვარი რაღაც დროებით შეჩერებული იყო და ჩემთან მოხდა რომ მაშინ იმდენი თავმა რაღაც საქმე გამოუშვა თავის ხალხი და ჩემთან სახში იყო სუმრა და თავისთავად სუფრა როდესაც წარიმართა სუფრასთან პოლემიკა მიდიოდა ხო და მე ვეუბნები რომ ამო ყველასგან შეიძლება ისწავლო რაღაცა მოთხარეთ ცუდისგან რა უნდა ვისწავლო მეთქი ანუ ცუდია ანუ შენი მტერია ხო მაგრამ ცუდისგან მაინც იმას ისწავლიო
რომ ის სუდია და შენ აღარ გააკეთო. ანუ ყველასგან შეიძლება რაღაცა ისწავლა. მაგაცაც პასუხი. დიახ. და ახლა რა ხდება სწორედ? აი მტერი და მოყვას ის სიყვარული, ხო? მით უმეტეს შენ მტერზე კი არა საუბარი, მოყვასი რო შენია, ხანდახან მტრად მეგაჩნია. რატო? როდესაც შენ პირადულ რაღაც პროცესზე გადადის. შუაზე არის. კი ბატონო, ზუსტად ასე არის. იმიტომ რომ ეკლესიაში აი ავიღოთ ახლა დავუშვათ რეგენტი, ხო? რეგენტს რო თავის გუნდის წარმომადგენელმა დაუწყოს, მასი არა, მე ასე მინდა სიმღერა, ხო, იტყვის კაცო, თუ არ გინდა წადი. არ შედგება გალობა. ან თუ არ შენა გავიდა თავი საზამ, ხო და რაზე ვოფხი? ანუ ხელი შემშლელი ძალაგა, ასე არის თუნდაც მე დავითნე გინდა სხვა სფერო, ხო? შენ რომ მოძღვარი ხარ და ღმერთმა დაგადგინა იქ. ჯერ ერთი რომ შენ მოძღვარი რო ხარ და შენც მოძღვრის სიყვარულით მიდიხარ, ხო? უნდა გესმოდეს რომ შენ მისი იმედი უნდა იყოს, როგორც ახლა თუ ექიმთან მიდიხარ და შენ ექიმის ეჭვს ქვეშ ხარ და მაშინ რა გინდა იმ ექიმთან, ხო? ამიტომ არის რომ შენ, იმიტომ ვარ ჩვენ დადგენილი, რათა სწორედ ვაზი მაგრამ პირიქით არა, შენ რატო ვეუბნები, მოდით, ახსარება თქვენ, რომ გაზიაროთ. იმიტომ რომ არის ორი რამოდენიმე კატეგორია ადამიანის. ერთი არის რომ რომელსაც მართლაც ხედავ რომ აქ მაგრამ სიზარმაცი აქვს, თორე არ არის ისეთი ადამიანი, შეიძლება აზიარო ეს ადამიანი. მაგრამ ზარმაცოს და შეიძლება გავიდეს რამოდენიმე დიდი დღესასწაულამდე არ ეზიარონ. და არის მეორე კატეგორია, რომელიც არ არის მზად იმდენ ხედავ ჰარლალოდ, აი ზედაპირულად არის. და მაბადიოთ მეთმა და ერთ-ერთი მოძღვრის სიტყვისამე პირის გავჩენა გონია ზიარება. ასე არ არის, იმას ხო თავის კრძალულობა უნდა შეხედო ადამიანს, ხო? და არის მოძღვარმა შეიძლება შეაჩერო ეს პროცესი, ან არის ახსარება მესამე კატეგორია, ისეთ რომ ახსარება არ გაძლევს საშუალებას. რომ შენ გინდა აზიარო, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა ყველას შეადაროს, მაგრამ იუდა ეზიარა, მაგრამ რადგან ასე მიუშვა უფალმა წერია. და პირიქით, უღირსი ზიარება დაიპატრონა ეშმაკი გულში ჩაშდაია უკვე იუდასას. და მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ უფალმა გეცამანის ბაღში და ყველგან ეცადა რომ იუდა ცოდოში არ ჩაიგდო, მე ვარ ეუბნება უფალი, ხო? და უკუნ იქცენო. და მიუდა მაინც გამოვიდა, ფული არ დავკარგო და უთხრა, ის არის რომ რაღაც სხვა მაიღოს მე მაინც თავისო ვითომ კი ქრისტემ ასე არის რომ რამოდენიმეჯ გაუწყდაო თოკი, მაგრამ წავიდა ჩამოიკიდაო. ანუ რა ხდება, შენ თავი აქამდე არ უნდა, ანუ უფალი არ დაუშვობს იმას, რომ ადამიანი უცბად მოინადიროს ბოროტმა. თუ ღორის სკოლაში ვერ შევიდა ღვთისნების გარეშე ადამიანი ამხელა დიდებს ხო ხატა და ხატებად შექმნილი ადამიანი, ხო? და ამიტომ არის რომ ეს შენი წიაღიდან უნდა დაიწყო. აი როგორც თუნდაც ერთ-ერთ არ ეპატიებავს სასურველ დას და მით უმეტეს დიდ ერარქებს, რომელიც უფალი შეხედავს რომ თავის სამყოფელი, რომელშიც ითააბარა, აი გავენანა. აი როგორც მათაც მოვა უფალი და შეხედავს ასეთ მსახურთო, რომელიც ჭამდა სვამს ლოთებთან და მეძავებთანო. შუაში გაკვეთს, მაგრამ მათთან ერთად დაუდეს ბინასო. ანუ ასეთ ადამიანს არ ეპატება. აი ხო გავსვათ მაგარილის ხორებაში და ქურუმის მაგრამ და ვინახა რომ მე ქურუმი და თქვენს ქვემოთ არისო კიდო, კიო, ჩვენს ქვემოთო სასულო დასი არისო, რომელიც უღალატინ ქრისტესო. ანუ იმ წარმართა იქ ხო ერარქია აქა ჯოჯოხეთში და ცოდოების გამო ადამიანის სიღრმეში იმის ქვემოთ მიდის უნდა ასე არის გენდამა ერარქია, ასე არის უნდა მრევლი, ხო? რომ მარტო არ ეხება ეგ ხო? თავის და თავად ამ მრევლის ახლა რა არის? მე მაგალითად მომისმენი ერთ-ერთი გოგონა იყო, რომელსაც თქვა რომ მივედი მოძღვრის არასწორი საქციელი ვნახეო, არ სახელი თქვა, არც იგი, მაგრამ ისე შემასხნა გულიო. ტირილი დავიწყე და ღმერთ შევედრე, უფალო დაიხმარე მასო. მე ერთ-ერთი მოძღვრიანაც მომისმენია, მაგალითად ეს უბრალოდ რამე არ არის, რომ რაც ხვისგან არ უნდა, როცა აგი თვითონ მე სასულდასი თვითონ იმ ცოდვას ჩავდ, ვის ზასფეროშიც განიკითხა. და ამიტომ ჩვენ ერთმანეთს სიყვარული გვმართებს. არა მტრობა, არამედ სიყვარული. ასე არის მამაშვილობაშიდაც. ასე არის რომ მე აი წინა იმაზე რატო ვისაუბრე, რომ ღმერთმა რომ შენი თავი დაგანახოს, ვინახარ და რამხელა ამპარტავანი ვარ ჩვენ ადამიანი, იწყება შენი დამცირება. აი შედის სარწმუნოებაში, ახალ ფეხად გმული ხარ. შეიძლება მშობლების ხელით დაგიწყოს,
აი დამცირება ის უკვე ხედავ ვერა თავის შუაზე 1000 რაღაცები მე ან დედმამიშვილის ხელია ან მე გადავ მოყვას ის მიმართ და თუ გაძლიერდი შენ ამას ყველაფერი მე იწყება წუთის სოფლიდან გარე ძალებისგან ანუ უფალი ნელ-ნელა უნდა რომ გამოგზარდოს კიბეზე ადიხარ დიახ ეს ყველა პროცესები რაც ჩვენ გარშემო არ ჩვენი ერთგვარი დამცრობა იწყებს შენ აღმავლობას თუ მას დაიტევ ყველა დიდი მამების აი რანაირ ცილისამება ქონდა დავით გარეჯი რავანდის მაგარდი იწყო რომ ესე იგი ესეთი რამე დააბრალნენ ორთავის ერთი და იგივე ხელწერა ბოროტის რომელიც ფიქრშიდაც არ მოსვლიათ ასეთ ადამიანებს მაგრამ სამართალი მხოლოდ ერთი და ყველაფერი დამაბრალეთო ღვთისმობა არა და მწვალებლობა ესე იგი დანარჩენი მიწიურში მამებს რაც არჩევ იმას აბრალებდნენ და დღესაც არის ხშირად ყოფილა რომ დაგაბრალები ხან ამის კურდობაში ხან იგი დაგაბრალო ხან ეს დაგაბრალო რაღაცა მაგრამ მაგალითად უნდა ჩვენი უწმენდესი ყავდა ჩვენი რიგმთავრები რომელსაც წარმოუდგენელი რაღაც სილისამებები აქვს მაგრამ ისინი წუთის სოფელს კი არ ზდებენ მამაილია აი მადლობა რომ ამაზე გვიპასუხეთ ახლა რადგან თქვენ შეეხეთ ამ საკითხს ამიდა რო გკითხოთ თქვენ როგორ მეგაჩნიათ ადამიანი რომელიც რაღაც მოხდა ეკლესიაში თქვათ ოჯახია ხო ტაძარი ქრისტეს ოჯახი აი ჩვენ ოჯახში ავიღოთ ჩვენ ხორციელ ოჯახში რაღაც ხდება ესეთი რომელიც ძალიან ცუდი საქციელია და სხვა მროგაებს თავის მოძრაც არის ხო და ამას ნორმალური ადამიანი გარეთ გაიტანს საერთოდ შინაგანი ჭურჭელი სახში უნდა გაირიცხოს ნათქვამია მაგრამ არა მე რაზე ვამბობ ვიცი მამა დავამთავრე და მე თქვენ გაიცეთ პასუხი ახლა მე არ ვიცი რა ხდება ხან ვისმენ ან მეუბნებიან რომ აი რა სადღაც მონასტერში რაღაც იგი მოხდა მაგრამ შენ რო იქიდან გამოგაქვს ამბავი და ამას სახალხოდ სოციალურ ქსელში წერდა მე ისე ტელევიზიებში დაждები რომლებიც დილდასაღამომდე გამაცადინებული არიან რომ ეკლესიას როგორ ავნო და მოუთხარონ ძირი ხო იქ შენ რატო ჭდები ხო არის იერარქია ხო არის საპატრიარქო ხო არის იგი დადეკ იქ და ეს შენ თუ ეკლესიის შვილი ხარ იქ გარჩი ეგ საკითხი და მამი პავლე მოციქული რას გვეუბნება თუკიო ეშმაკსო შეუძლია სინათლის ანგელოს სახის მიღებო გასაკვირი არ იქნება თუ მისი მსახური ქრისტეს მსახურთა სახის მიიღებსო ამიტომ არიან ძალები თუკი 12 მოციქულთან უფალმა დაუშვა ერთი უდარდა თვითონ ამბოსო თქვენ შორის ერთი ეშმაკ არს ანუ უფალმა ფალი იყო ეს იქნება ხო ესე რა ხო შეიძლება უფალსო 12-ვე არა იმიტომ რომ წუთის სოფლიდან ღებულობს ამას ანუ ჩვენ საიდან გამოვიდით თუ არა წუთის სოფლიდან გამოვიდით ასე არის რომ აი მაგიდაზე ახლა რომ დავყარო ჩვენ აქ მაგალითად რამე არაკეთილი ნივთები მაგრამ არის რამოდენიმე ძვირფასეული თვლები აქ ოქროც არის რაღაც ხო და როცა იწყებ შენ აქ იწყებ ამ ძიებას რომელიც ამოირჩიოს და შეავსოს ეს ასე არის უფალი ჩვენ რაც უფრო მეტად ადამიანები აი ამ წუთის სოფლის ყლარს და ამ ბოროტებას მოვიშორებ და ჩვენ დავიწყებ თავის ამიტომ მის მიერ მივიღებ ჩვენ ეკლესიის სიძლიერეს და სიწმინდეს. რაც უფრო მეტად ერი დაიწყებს სწორ მიმართულება და არა ძალებისგან ინსპირირება და ჩვენი ამოსავლი მხოლოდ ჩვენი შეგზავნილი ხდება უკვე. ხო და მაგიცავს ვისაც რომ შეგზავნილი არ ნიშნავს შეგზავნილი რომ დაუშვათ ჩვენ ვამბობთ და დაუსვა რაღაც ძალები მიწური ძალებისგან. ეს როცა ადამიანი თანამოკავშირეობა იქნება არა ბოროტი კეთილი შეიძლება მან საერთოდ არ იცოდეს მე მქონდა ერთხელ პიროვნებაზე საუბარ თვითონ სასურველ დასი იყო ბოლოს. თავდაპირველად არ მეგონავ ის ან და მე რომ მივხვდიო ეშმაკი იყო ქემინდო და დანებება თავი მაგრამ არ გამომივდაო. და მე ვეუბნები მამაო მეთქი არ გახსოვს პებრიანი კართაგენელი მეთქი როგორ ქონდა ეშმაკი და პირდაპირ ეშმაკი დაისვენდა მის გვერდში. პირდაპირ ეცხადებოდა და შენ ჩემი შვილი ხარო ჩემი ძე ხარო. და როდესაც მე მოხდა რომ აიწყე ხო გასო იუსტინე და ქრისტეს მადლმოსილება მოინადირა მე ბოროტმა 1000 რამე დააყარა მაგრამ თავისი ქრისტე რო არ დაიკარგა თავისი ვნებებს კი არ აყვა არამედ დაი მეტის ღირსი ვარ დაი ვიგვემო მე და ეს სანამდე მას ძალაუფლება არ წაერთვა და მე გახდა ამ ყველა წმინდანი ამიტომ რომ ეკლესიამ ეს შემოგვინა გვასწორა ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტესთან უფალთან იმიტომ რომ თუ შენ არ გინდა რომ იყო უფალთან შენ ნუ დამიწყებ მე სამართალს იმისა რომ შენ კარგი მამა ხარ კარგი დედა ხარ და უშუალოდ შენ კარგი ოჯახი შეიძლება შეძენო და ოჯახებიდან დგება თელი ქვეყანა ჩვენი ქვეყანა კაცო იმიტომ რომ ოჯახი არის სიძლიერე სახელმწიფო ეს პატარა ფილიალი მთელი ამ ჩვენი ამ ქვეყნისა და
მე პირიქით უნდა ვლოცულობდე სულ, იმიტომ რომ ჩვენ რაც ვართ, ის გამოდის თავრობაში, კაცო. რაც ვართ, ის გამოდის. აი ხო გახსოვს ერთ-ერთ ბერძნული მიდანაც წყაროები, კი ბატონო, ბერძნული წყაროებია და ერთ-ერთი ბერი დადგა და ევედრახ მე თუ ეს მეფე მოგვაშორეო. ხო და ილოცა და აგროზო რომ მოგაშორო, რომ შენ რო ლოცულობ, არასწორი ლოცვის შედეგათაა ეს. სწორედ უნდა ითხოვო. ხო და მე მოვიდა მართლა და ჯანყია და მოვიდა სხვა და იმაზე ბევრჯერ ვარეს გააკეთა და მე დაიწყო გოდება უფალოს სადა სამართ ახდე. ამოეცხა და უღლის ანგროზზე უთხრა რომ ბევრი ეძება უფალმაო. თქვენ ისიც ღირსი ხართ, მაგრამ ეს კიდე უკეთესი გამოჩნდა. ეს კაცმა ასე ერთო. ჩვენ თუ ერი მივეცემით უზნეობაზე. მივეცემით არა ჩვენი აი ამ ადაწესი და ჩვენ ჯიში და ჯილაკშის. არა დაუშვათ დავით და კოსტანტინის გზაზე, არა ქეთევანის გზაზე წასვლა, არა იმ წმინდა ნინოს და ამ სიყვარულს თუ ჩვენ რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანა და სწორი ხედვა, იმიტომ რომ ხო ჩვენ ისტორია რატო გვაქვს კაცო? იმიტომ გვაქვს რომ აი კიდე უნდა ავიღოთ ის გზა, რომელმაც ჩვენ ქართველ ადამიანებს სწორი მიმართულება მიცა და დღევანდელი დღეს სახები მამა, ეხლა ერთს გეტყვი და მე გადავიდეთ ნათლიღებას შევხსენა დამსვარდება და დღეს მაგასაც გვედავებიან. არ მახსოვს ვინ იყო გამოვიდა ტელევიზიით მიტინგებზე ამიდან და რა არისო რომ მოგვახვიენ თავზეო 100,000 მოწამეო რას გვატყუებენო სად იყო ამდენიო და რას გვახვევენ თავზეო პავლიკა მოროზოვები ხო იმიტომ რომ ცუდი არის ადამიანს რომელსაც აი რატო არსებ ბოროტი ძალები რომ დღეს უნდათ მაგალითად ასე ვთქვათ ამოიღოთ ჩვენი შუშანიგის ამებაგენ სხვა მარტვილობები ამოიღოთ ანუ ისტორიის დამახინჯებები რატო უნდათ იმიტომ რომ თავიანთი სულისკვეთება უნდა რატო არის საშიში ჩვენთვის მაგალითად ყველა სექტანტური პროცესები რომელიც შემოიჭრა იმიტომ რომ არც ერთ სექტანტს თავისი ისტორია არ გააჩნია რომელიც ჩვენ ერს მოერგება ანუ კოდირება ერთადერთი მართლმადიდებლები ან ჩვენ საქართველოს მართლმადიდებლობას შევს იმიტომ რომ შენი დამწერლობაც ჰაგიოგრაფია ყველა პოეზია გიახ ყველაფერი შენი ისტორია ყველაფერი დაფუძნებული ამაზე ამის გარშემო არ ქრისტეს გარშემო შექმნილი თავიდანავად რატო იყო 100,000 მოწამე ქრისტეს გულისთვის ეწამა და ამან მოგვიყვანა ჩვენ დღეს მამელია ცოტა დრო გრჩება და 10 წუთი გრჩება და მოდი შევეხოთ ახლა დიდი დღესასწაული იყო ნათლიღებას ნათლისღების ხო და მე მინდა ერთ მომენტ შევეხო მამელია რატომღაც მიდის დაიწერა მოусმინე რომ რომელიღაცა მოძღვარმა აიღო და მეორეჯერ მონათლა იმის გამო რომ ისო თლიანად დაფლული არ იყო და არ შეიძლება და რამდენად სწორია ეს აი ხალხი იბნება მაგი ყოველთვე მაგი დიდი ჯულის ანონშები დაწერია რომ რომელიც უმიზეზოდ ანუ მიზეზ გარეშე ნაზობას მოჩაატარებს ასე თქვით საჯელს უნდა დაისაჯოს კიდევ წერია მაგრამ ეხლა რა არის ნათლისღების თავარი სიდიადი ნათლისღების თავარი სიდიადი არის ის რომ ჩვენ ადამური დაღდასმულობიდან რომელიც ჩვენი წინაპარმა ეს შეწოდა თავი გადმოვიდა ჩვენ გენურ ფონდში მესიის ანუ ღმერთი რომელიც მოვიდა დედამიწაზე განკაცდებოდა ამიტომ თელი ძველი აღთქმა მას აღატებს მას როგორც კაც უნდა აეღო და გამოესწნა ადამური ცოდვები და მისი განცხადება უნდა მოხდარიყო ნათლისღების პროცესში ანუ მაცხოვარს ნათლისღება კი არ ესაჭიროებოდა ანუ იოანე ნათლისმცემელმაც რატო დაუშვა ხო შეიძლება ხმად ჩამოსულიყო ეთქვა რომ ეს არის იოანე ხო და უდაბნოდაც რატო გამოვიდა რომ გამოვიდა რომელიც უკვე გაამზადა ეგ უფალმა თავის ანგელოზები და კვებენ სულიერ საკვებით ხო რათა ნათლისღების პროცესში იორდანე მდინარე რომელზეც გადმოვიდა და სულიწმინდა მტრიდის სახით რომ დამოწმება ზეგარდამო ყოფილიყო მამისაგან ძის მიმართება სულიწმინდის მიერ და ამიტომ ნათლისღებას ერთგვარად ეწოდება განცხადებაც ანუ ყოვლადწმინდა სამების განცხადება მამაო ზეცითო აი მოწმობდა აი ზეგარდამო ხმა გადმოვიდა სულიწმინდა მტრიდის სახით და დაამოწმენდა ძის უცდომელობას და ეს უცდომელობა სწორედ ეკლესიის სიდიადე რომელიც გაძლევს შენ ადამიანს რომ უკვე შენ შეგიძლია ქრისტეს წყალობით ამ ეტაპს უკვე ახვიდო ზეცაში და ნათლისღება სწორედ რომელსაც თავის ფორმულება აქვს თავის კანონი აქვს იმიტომ რომ ნათლისღებაზე აი ვინაიდან ახლა მე ცოტა უფრო ამ საკითხს არ შევეხები მეორე ამ პროცესს შევეხები ვინაიდან შენ და ამისვე შეკითხე მამები პირდაპირ გამგვიმარტებენ აი მაგალითად ავაზაკი არც წყალი დაფქულა და არც ქვეშა და მაგრამ ავაზაკი უფალი რას ეუბნება შენ ჩემთან ანუ სისხლით ნათლისღება და აღიარება უფალო მაპატია ჩემს
და რასეუნებას შენ არ იცი რას ამბობო და ჩვენ თუ ვიჟებითო სამართლიანად ვიჟებითო და მასო არავით არ იცოდო არ ჩაუდენ ეს ხო ღვთისმეტყველებაა კაცო ესე იგი ავაზაკი უფლის ესე იგი მიღებამ ღვთისმეტყველი გახადა ერთგვარად და ჯვარზე აღიარა და მისი და რაო აპატი უფალო და მისი სისხლი უკვე აქ მამაელი აი თქვენი ის რო გავაგზავნო ხო არის შემთხვევა რომ როცა ერთ ჯიდენ ეს ჯიდა ერთი ხო იმპერატორი ეს ქრისტიანებს რო ჯიდენ და მეორე მოშეხედა და მართალი მეც ქრისტიანი ვარ ხო არც წარმართები ამოდენია მაშინ მაგრამ იყო შემთხვევა მოუნათლავი იყო და რო დაიჭირენ უფალო მოუნათლავი და გეხვეწებიო ჩემი სისხლი ნათლისღება ჩამითვალიო და ესე და ამოსხმო სისხლი სამჯერ გადაესხა თავზეო ამიტომ ეს იმენა საიდუმლო მაგრამ ამაზე აი ეს რაღაცნაირი ინტრიგუნი რაღაც მიდგომებს ცოტა უნდა შევეშვათ მაგრამ რა არის ახლა ეკლესიიდან დადგენილი ნათლისღება დადგენილია რომ ადამიანი გინდა მდინარეში გინდა სხვა გინდა ტბაში გინდა ემბაზზე ქუშიდაც მონათლეთო თუ წყალი არ არისო რომ ემბაზზე შეიძლება ადამიანმა ნათელი იყოს თავის ფორმულა აქვს ნათელს იღებს მონა იქნება მხევალის აი სახელს ვამბობ სახელთა მამისათა ანუ ეს ფორმულა შეუძლია ერის კაცმა შეასრულონ თუ კი სასულიერო დასი არ არის იქ აი მაგალითად სამანტყოფოებში დაც ხო ეგ თან იქნება ვინმე რომ პატარა ბავშვია და აი ვერ უსწრებენ და იცის რომ ან ექიმი ხო მეც უთხარი ხო და შეუძლია წყალი აიღოს და დააბკუროს ახლა ბავშვი არ დაასხამდა თოდო ბავშვი აი მაგაზე მინდა შევედი ბავშვი ჩვილის მოსანათლად 6 თვის იყო წარმოგიდგენთ 6 თვის ბავშვი და ინკუბატორში იყო უნდა დააბკურო ხელი შევყავი შირი და დავაბკურე ახლა ვიჩი მაფლებიებდა იქ ბავშვი თავი და თავად მასი არის ნათელს იღებს მონახტიო სახელ და მამისათა ამინ მერე დაძისათა მეორე დაცულსაწმინდისა ამინ აზდამარას და ანუ სამჯენ ეს საცალკე ფორმულას ამბობ და აზდამარას და უკუნისამ დიამით ბავშვი არის ნათელღებული მაგრამ მირონცხება უკვე ხდება უკვე სასვა ანუ მირონცხების უფლება ჩვენ მივიღეთ აი კრებამ დაგვიმტო რომ უდელ თავრის ხელდასმა ხდებოდა მანამდე და ჩვენ მეფეთა კურთხევის წესი აიღენ მამებმა და ამიტომ ჩვენ საუდულო დას ვინაიდან დიდი დევნები იყო და მთავარი ხანდახა იყო რომ შეიძლება ქალაქში წელიწადი არ შემოსულიყო და ბავშვები უნათლავი არ წასულიყო ამიტომ წმინდა მამათა დადგენებით მე ჩვენ საუდულო დასაც მოგვეცა უკვე აი ეს ნათლისღების შესრულება მამაელია დიდი მადლობა ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი მიყვარს განაცემაში მოგზანდებით და მადლობა ჩვენ ტელემაყურებლებს კიდევ ვინც გვიყურებს და გვისმენს. ასე რომ იმედიც მიწევთ რომ ვინც მოვინათლეთ ესე იგი ნინოვა მიულოცოთ ვერ მოვასწრეთ მე დღეს ნინოვა მიულოცოთ და ესე იგი დღეს ვინც გვისმენთ ახლა ყველა სწორად ავართ მონათლული ვინც ხო ეს მივიღეთ ასე რომ სამჯერ გვეპყურა წყალი და ნუ შეეცდებიან რომ აქ შემოიტანო თუ კი რამე არის პროცესები და ერის ადამიანთა ფორმულაც არ შეუსრულებია იყო შემთხვევა მე დემთავრთან შეთანხმებით მართლა ხდება ნათლისღება ნათლობა და თუ კი ფორმულა შესრულებული მაშინ არა თუ არ არის შესრულებული დიდი მადლობა დავემშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს გემშვიდობებით პატივცემულ ტელემაყურებლებს მომავალ შეხვედრამდე